გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლის. მუდმივ მოქმედი კომისიების მიერ სოფლებში დეტალურად ხდება დაზიანებული სახლის სახურავების აღწერა. შეგახსენებთ 14 დეკემბერს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 14-ში მთელი დღის განმავლობაში და მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დააზიანა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები, სხვადასხვა თითქმის ყველა სოფელში იყო ეს ქარი. შაბათი დღეს მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა იმუშავა საგანგებო რეჟიმში, იყო განცხადებების მიღება ჩვეულებრივ. ამჟამად დაფიქსირებულია სადღაც 55-მდე განცხადება. კომისია დღეიდან უკვე დაიწყო კომისია მუშაობა, დადეს შეისწავლეს სად რა სიმძიმის დაზიანებები გვაქვს. შეიძლება რომ დაემატოს კიდევაც განცხადებები, რა თქმა უნდა, ბევრი ამ მოაკლდება, რომელიც არ არის დაზიანებული ან მცირედი დაზიანება აღინიშნება და ამის მერე დაველოდებით გადაწყვეტილებას, სამთავრობო გადაწყვეტილებას იქნება თუ არა ეს სტიქია, დაფინანსდება თუ არა და ვიმოქმედებთ შესაბამისად.